მიზესთა გამო მე ვერ მოვახერხე ჩემი პოზიციის თქვენთვის გაზიარება თემაზე, რატომ გაყიდა, რატომ მოიცილა ლიბერტი ბანკის ხელმძღვანელმა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედი ვის გადასცა, გვარი არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამას არ აქვს ახლა პრინციპული მნიშვნელობა, ვის გადასცა და რატომ გადასცა და საერთოდ რა ხლართებია ამ იმედთან დაკავშირებით, სხვადასხვა ირაკლი რუხაძემ იმედი გადასცა ამ ახალ ბჭყალებში ინვესტორს, გადასცა სულ რაღაც 1000 ლარად. იმედი რეალურად რომ ვიცოდეთ, მაინც თვითკმარი ორგანიზაცია არ არის, თვითკმარი მედია საშუალება არც ერთი არ არის, გულახდილები თუ ვიქნებით, არც ტელეკომპანია ფორმულა, სადაც ახლა მე ვიმყოფები, არც ტელეკომპანია კავკასია, არც კავკასია არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ხო, რუსთავი 2 რაღაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ხო არ არის და არ არის და მისი ბიუჯეტი 2026 წელს არ მინდა შემეშალოს და იქნება 86 მილიონი, 102 თუ 103 მილიონი იყო გასულ 2025 წელს რუსთავი 2 არ არის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას და ოპოზიციურ კრიტიკულ მედიას არ ახავს პრაქტიკულად, ამიტომაც არის რომ თვიდან თვემდე ყოველ თანამშრომლები 250-300 თანამშრომელია ჩვენთან ხელფასს ვერ იღებს. ეხლა რატო არ არის თვითკმარი ტელეკომპანია იმედი? მას რეკლამაგან არ შეძდის. შეძდის სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო უწყებები, აგრეთვე ეს დაჩაჩანაკებული ბიზნესზე დამოკიდებული ბიზნესი, აი უამრავი, მაგალითად ვისოლს მიაქვს თუ არა იმედზე რეკლამა არ ვიცი, მაგრამ რაღაცას რო უგდებს, დარწმუნებული ვარ, ამაში სიმართლე გითხრათ და სხვა კომპანიებიც განა არა აფინანსებენ რეკლამების სახით იმედს, მაგრამ იმედის სარეკლამო შეუსავლები დაახლოებით 5-6 მილიონია თვის განმავლობაში და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მან ის ხარჯები დაფაროს, რომელიც მას აქვს. ეს არის სახელმწიფო ხარჯები, ეს არის ოფისის შენახვის ხარჯები და ეს არის ის მეგა სწორედ სიტყვა, ის დიდი პროექტები, რომლებსაც ანხორციელებს ტელეკომპანია იმედი. რომ არა ეს დიდი პროექტები, ანუ რომ არა ეს ინექციები, მათ შორის სახელმწიფო ან ხელისუფლებაზე დამოკიდებული ბიზნესიდან, იმედის რეიტინგი იქნებოდა გაცილებით დაბალი, ვიდრე კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებებისა ფორმულასი თუ ტელეკომპანია პირველისა. აი სწორედ ამ გასართობის შოუები იქ რაღაცა გიამრღულია, რაღაც გიამრღოლეს რაღაცა რო აცვია, კიდე ვიღაცას რო რაღაცა აცვია, მე რაღაც ვიღაცა რო რაღაცით არის შემოსილი. სწორედ ეს და ამის მადასტურებელი არის რეიტინგები, რომლებიც მეც მომდის, სწორედ ეს განაპირობებს იმედის შედარებით მაღალ და მართლაც მაღალ, ორჯერ მაღალს ფლად არა, მაგრამ აი ეს 1.5 ჯერ, 2 ჯერ ოკეი და არა 5 ჯერ მაღალ რეიტინგს, მაგრამ ეს არ არის მთავარი კითხვა. 50, 60, 70, 80 მილიონი ლარი უჯდებოდა ირაკლი რუხაძეს ყოველწლიურად, გარდა სარეკლამო შემოსავლებისა, რომელიც ჰქონდა იმედს, ყოველწლიურად იმედის დაფინანსება, რომ ვიცოდეთ მაინც. 50, 60, 70, 80 მილიონი ლარი კი იოლი საშოვნელი ამ პირობებში, მათ შორის რუხაძისთვისაც კი არ არის. მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, გულახდილად გეტყვით, რომ რუხაძე ამით ცდილობს სანქციებისაგან თავის არიდებას, არა. რუხაძემ უკვე ჩაიდინა ჩემი მოსაზრებით დანაშაულები ქართული სახელმწიფოს წინაშე და შესაბამისად თუ გადაწყვეტილება სანქციების დაკისრების თაობაზე დასავლეთის მხრიდან იქნება მიღებული, რუხაძესთან დაკავშირებით საკმარისი არგუმენტები უკვე აქვს დასავლეთს, მაგალითად შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს ან ევროკავშირს. ამიტომ ეს ვერ დაიხსნის ჩემი მოსაზრებით, ეს ტაქტიკური ნაბიჯი თუ მაინც და მაინც ეს არის ჩანაფიქრი, ვერ დაიხსნის რუხაძეს. და გულახდილად გეტყვით, არ მგონია რომ ეს იყოს მისი ჩანაფიქრი რეალურად. აქ მოხდა შემდეგი რამ, გვარი არ მახსოვს ოღონდ ამ ახალგაზრდა კი არა, ამ კაცისა რაღაცა ჰოლდინგისა თუ ჯგუფისა, რომელმაც დაისაკუთრა 1000 ლარად ტელეკომპანია იმედი, ეს არის კალაძის, მოდი ასე ვიტყვი, კლანი ან კალაძის ხაზი თუ გნებავთ ესე ვიტყვი, ეს კაცი გვარი არ მახსოვს, კვლავ ვიმეორებ და დადგენადია, რომელიც ტიტუშკად მუშაობდა კალაძის არჩევნების
დროს მიმდინარე კი არა გასული წლის 4 ოქტომბერს გამოუვარდა დემონსტრანტებს ხელფეხს უაზროდ იქნევდა აგრესიული იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არის ლევან მაჭავარიანი ხო არ მეშლება სახელი და გვარი დეპუტატი როა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი რო იყო იმ ხო ლევანი ქვია იმ ამ ლევან მაჭავარიანის გუნდის წევრი მას ანუ კალაძეს მოდი ასე ვიტყვი შესტენეს ტელეკომპანია იმედი და ამით ცდილობენ ჩემი ვერსიით ამით ცდილობენ იმ ფულის ამოღებას რა ფულიც აქვს ჩასატანი კახა კალაძეს საერთო ჩემოდანში თუ ეგრეთ წოდებულ ოფშაკში იცით თქვენ რომ ყოველში ქვეყანაში თუ ქალაქში გავრცელებული ხმების თანახმად კახა კალაძეს როგორც კორუფციის ერთ-ერთ საღრდენს თუ ერთ-ერთ ბოძს თუ ერთ-ერთ მთავარ თუ მთავარ არა თუ მთლად მთავარ არა ერთ-ერთ ბოძს ახლობით 700-800 მილიონი ლარი აქვს ეს არ ჩასატანი ამ სალაროში ბიზინა ივანიშვილისა და იცით თქვენ რომ კალაძესთან დაკავშირებით ვრცელდება მე მგონი რომ აი საფუძვლიანი ხმები იმის თაობაზე რომ ხვალ იქნება თუ ზეგ მაზეგ იქნება თუ ორი კვირის თავზე პირობითად ცხადია კალაძეს მოჰკიდებს ხელს ირაკლი კობახიძის ჯგუფი ამ უკავდინარაზე ჯგუფი და მასაც ღარიბაშვილის და ლილვაშვილის არ იყოს ბურჭულაძე ჯუანშერის არ იყოს თავდაცვის მინისტრი იყო კაცი და სუსის უფროსი იყო მეორე კაცი და პრემიერ-მინისტრი იყო საერთოდაც მესამე კაცი ანუ ღარიბაშვილი ადურთინებენ კალაძესაც თავს საპატიმროში იმ კორუფციების გამო რომელების მის უწყებებში ანუ მერის უწყებებში არის მეთქი ასე ვიტყვი იყო თუ გნებავთ თქვათ ასე კალაძეს ეს 800 თუ 700 თუ 500 თუ რამდენიც არის ხო საბოლოო ჯამში არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ეს ჩასატანი აქვს ეს თანხა და ჩვენ ვიცით პრინციპში ყველამ ვინ არის თანხის მთავარი ჩაქრა ამასობაში შუქი აი ამ მდგომარეობაში ვართ ტელეკომპანია ფორმულაში ვინ არის ფულის მთავარი ამომღები ეგრეთ წოდებული კრიმინალური სამყაროდან ესეც პრინციპში ყველამ ვიცით და ვინ არის მთავარი პირი ბიზინა ივანიშვილის მიერ შერჩეული ვინც მოდი ასე ვიტყვი თქვენ ეს ნებართვით ძველბიჭურადაც ქურდულ ძველბიჭურადაც კრიმინალურ ქურდულ ძველბიჭურადაც აწვება ცალკეული თანამდებობის ყოფილ პირებს რომლებმაც ხაფეს იპარეს და იპარეს წლების განმავლობაში ბიზინა ივანიშვილის სხვათა შორის დახმარებით კი არა ბიზინა ივანიშვილის ირიბი ნებართვით რაც გინდათ ის გააკეთეთ მიშვებული ხავდა თუ ღარიბაშვილი თუ ლილუაშვილი თუ ბურჭულაძე თუ რომეო მიქაუტაძე თუ აგვარია ეს ბიჭი აჭარის თავმჯდომარე რო იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თავს რომ იკლავდა ან ვითომ იკლავდა ან მართლა იკლავდა რაგვარია მოკლედ რაგვარიც არის ხო თორდიკე ლიჟვაძე და ან კალაძე ან ნებისმიერი დაჭერილი ან დასაჭერი პირი ეს რომ ვიცოდეთ ამ პირს კალაძის ჯგუფიდან კალაძე მაჭავარიანი ჯგუფიდან შეტენეს ახლა იმედი და უთხრეს რომ როგორც გინდა აფინანსირდა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ კონკრეტულ ჯგუფს ამ კონკრეტულ დაჯგუფებას აქვს თუ ხავს რა აქვს კოლ-ცენტრებიც ქალაქში და ისინი ამ კოლ-ცენტრებიდან თუ დააფინანსებენ იმედს აქ იგითხარით რომ იმედის დეფიციტი წლის განმავლობაში მინიმუმ 50 მილიონი ლარი და შეიძლება მეტიც არის მე არ ვემხრობი იმ მოსაზრებას იმის თაობაზე რომ აგენ რუხაძე გადახავთ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძეზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით ბიზინა ივანიშვილს ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ხავს ნებისმიერ შემთხვევაში იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ვცდები და რუხაძე პრემიერ-მინისტრად გადადის მიზეს და ვიცით ახლა საბოლოო ჯამში აბასთუმის უღრანებში გამაგრებული ბიზინა ივანიშვილი რას ფიქრობს იმ შემთხვევაშიც კი თუ რუხაძე გადადის პრემიერ-მინისტრად ის იქნება ახლა უცნაურ სიტყვას ვიტყვი განსხვავებული ირაკლი კობახიძისაგან ესე იგი ბიზინა ივანიშვილი ეცდება ან ხდება რომ უნდა გადატვირთოს პოლიტიკა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა რამდენადაც ცნობილია რუხაძე ეგულება საუკეთესო კადრად მოვიდა ამასობაში ელექტროენერგია გავიხარეთ ჩვენს და მათ შორის საეთერობაც გაიხარა ალბათ ანუ ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა რომლისთვისაც ჩემთვის კიდევ რა არის ამ ელექტროენერგიის წასვლა საბოლოო ჯამში ჩავწერე და წერდა ამას გამოვაქვეყნებ ხოლო მათთვის თუ ეს ელექტროენერგია ითიშება ეს არის ძალიან მძიმე და მთელი აპარატურა ითიშება მოიხსენებათ კი არა ხვდებით ალბათ და ასე შემდეგ მოკლედ არ მახსოვს კვლავ ვიმეორებ იმ კაცის გვარი მეორე ტელეფონი ხელთ რომ მქონდეს იოლად მოვნახავდი ვინც ახლა
ვინც ახლა 50% მიიღო ტელეკომპანია იმედში, ის ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები არ იქნება, საინფორმაციო პოლიტიკა თუ რაღაც მსგავსი იგივენაირი იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი ვიყოთ გულახდილები. რუხაძეს ხომ არ ვაქებთ ხო, მაგრამ რუხაძის ავტორიტეტი, რუხაძისა როგორც საჯარო პირისა, გაცილებით დიდი იყო, აი არ ვაქებთ ცხადია, მაგრამ გაცილებით დიდი იყო მისი რეპუტაცია თუ გდება, მისი სანდოობა თუ გდებოდა, ასე ვიტყვი, იმედის რიგითი თანამშრომლებისათვის და ერთ დღეს კოლცენტრებიდან თუ შავი ფულიდან როცა ვერ მიიტანს ეს ახალგაზრდა ტიტუშკა კაცი ფულს და ვერ მიიტანს რომელიღაც ეტაპზე, მერე ნახეთ თქვენ იმედის თანამშრომელთა ახტომა, სხვა შორის 50%, მეორე 50% მიიღო თუ არ ვწდები, ხუთმა პირმა აქედან 3 ადამიანის გვარი მახსოვს, ორისა არ ვიცი თუ არ მახსოვს. ერთი არის მაკა ლომიძე, რომელსაც მე ვიცნობ და პრინციპში მაინც შორიდან ვიცნობ, მეთქი ესე, თუმცა რაღაცა იყო წლების წინ, აი თქვა 7 წლის წინ, მასთან რაღაც 2-ჯერ 3-5-ჯერ შეიძლება 10-ჯერაც გადაკვეთა მქონია, მე გულახდილად გეტყვით ეს ქალბატონი ნორმალური შტაბეჭდილება სტოვებდა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმედში იყო, მაგრამ ძალიან არ მეამა, აი თუ მიყურებს, როდესაც მან საჯარო მძიმე, საჯარო ტიტუშკული, საჯარო ტროლური კომენტარი დაწერა ჩემთან დაკავშირებით ერთი სხვა ადამიანის ვიდეოზე, მივხვდი რომ სხვების არ იყოს, რომლებიც იმედზე არიან ახლაც, ისინი ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ გადაკიდა, ისინი იმ პროპაგანდის იარაღები არიან, იმ კამპანიის იარაღები არიან ჩემს და არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, ასეთი ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ მაღალი თანამდებობის თუ პოზიციის პირები. მეორესაც ვიცნობ, მერქი ასე ვიტყვი, ხო გადაცემაში ვარ ნამყოფი თორცდები მაესტროზე მუშაობდა, ეს პროპაგანდისტი კაცი ირაკლი ჩიხლაძე, რომელსაც ჟურნალისტიკასთან არ ჩაუვლია. მესამე თორცდები არის სონღულაშვილი და საერთოდაც სუსი, თუ გულახდილები ვიქნებით, ინფილტრირებულია თავიდან ბოლო, დინარაძის სუსი, მოდი ასე ვიტყვი, ინფილტრირებულია ტელეკომპანია იმედში, ისინი რასაკვირველია ახლა ადგილზე თანამშრომლებს დაურიგაო ჩემმა ერთმა ნაცნობამ მეგობარმა დაწერა ეს ამგვარი წინადადება აბსოლუტური სიგიჟეა, ისინი რასაკვირველი არც ახლა და არც მომავალში არგანს პერგანს საზღვრავენ იმედის საინფორმაციო პოლიტიკას, როგორც ვერ საზღვრავდნენ და თუ საზღვრავდნენ და ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკა ჰქონიათ, ისინი ისედაც ჩაირეცხებიან და იქნება თუ გადადგურებთ რომ დავწერე, მათ კი არ გულისხმობ, არა, მე არ გავანადგურებ ვინმე სონღულაშვილს ან ჩიხლაძეს ან არ ვიცი ვინც არიან სხვა მეწილეები თუ თანამშრომლები და უფლება მაქვს, მაგრამ ის მათ განადგურებთ, ისინი განადგურებულნი იქნებიან, რეპუტაციულად განადგურებულნი იქნებიან, მათ შორის ისტორიის მიერ, იმიტომ რომ მომავალი საქართველო როცა შეიქმნება, ესე ძალიან უხეშად ხსნი ხო, დაითვლება ვინ რა აკეთა კრიტიკულ ჟამს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საერთო ქვეყნისათვის და მოდი განადგურებას ნუ ვიხმართ ამ სიტყვას, მაგრამ მარგინალიზებულნი კი იქნებიან, იმიტომ რომ ეს ინექციებიც ეს შავი თუ თეთრი თუ მწვანე თუ ყვითელი ფული მათ აღარ ექნებათ და შესაბამისად შრომით ბაზარზე, ესე უნდა ვთქვა, ისინი კონკურენციას ვერ გაუძლებენ ყოველ შემთხვევაში მათთან, ვინც კრიტიკულ არხებზე არის ჟურნალისტიკაზე თუ ლაპარაკობ, კრიტიკულ არხებზეა ახლა და არწმუნებული ვარ ამაში, რომ ძველგაზრდები თუ ახალგაზრდება საკუთარი თავი დაიღუპეს მეთქი, ასე ვიტყვი, ვინც პროპაგანდის იარაღად იქცა. მე მოკლედ არ მჯერა რომ ირაკლი რუხაძე პრემიერად გადადის, თუმცა ხლართებშია ბორია ბიზინა ივანიშვილი, ერთმა ღმერთმა უწყის, ეს რომ ვიცოდეთ, ერთი სენსიტიური არა, ემოციური წერილი გამოაქვეყნა, გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, სწორედაც რომ ბანდიტმა ირაკლი რუხაძემ იქ ნაციონალური მოძრაობა, მის დამარცხება იყო ჩემი ამოცანაო, მედიის ამოცანა თუნთლად გულახდილები ვიქნებით ნაციონალური ან რომელიმე პარტიის და სრული მოძრაობის ან რომელიმე სხვა პარტიის დამარცხება არ შეიძლებოდა ყოფილიყო თუ და რაღაცა ნაციონალური მოძრაობის, კონკრეტული თუ კოლექტიურის დამარცხების ამოცანა იყო ირაკლი რუხაძის წინაშე და ვითომ მიაღწია ამ ყველაფერს, ვითომ ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, ესე იგი ის თავად ადასტურებს, რომ ის მედია საშუალება არ იყო, ის იყო პროპაგანდის იარაღი რუსული ხელისუფლების მიერ. ეხლა რატოა რუსული ამაზე ნუღარ გადამთავთ და აღარ ვიტყვი თქვენის ნებართვით აღარაფერს, იმას კი ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ვერსიით ირაკლი რუხაძე გადის, საერთოდაც გადის თამაშიდან. აღარ ვილაპარაკებ იმაზე ირაკლი რუხაძე როგორც სელფორდის წარმომადგენელი, პატრი პატარკაციშვილის
ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელი 2003 წლიდან თუ არ ვცდები როგორ მოხვდა იმედში აღარ ვილაპარაკებ იმაზე 2018 წლიდან თვითონაც ადასტურებს ამას როგორც თხოვა ოჯახმა პატარკაციშვილისა იმედის ყიდვა როგორ არ გაუტეხა ხათრი როგორ არ უნდოდა თურმე ეს ყველაფერი არის ბლეფი და ეს ყველაფერი არის ტყუილი რეალურად არა პატარკაციშვილის პატარკაციშვილის ოჯახმა კი არა ბიზინა ივანიშვილმა მოდი ვიტყვი ასე შესწენა მაშინ რუხაძეს და დღეს უკვე იმ კაცს რომელიც ტიტუშკა რომელიც არის კალაძის ხაზის გამაგრძელებელი და რომელიც აბა მართლა აი გულწრფელად მინდა გითხოთ რუხაძის გვარი კიდევ გაგვიგია და ახლა დასერჩეთ და ნახეთ რა გვარიც არის შვილზე მთავრდება თუ არ ვცდები იმ კაცის გვარი მედია კამპანიებში მედიაში ზოგადად საერთოდ ბიზნესში გაგვიგია ცუდი ბიზნესმენები გაგვიგია საშუალო ბიზნესმენები გაგვიგია კარგი ბიზნეს ვიღაცა მოგვის ზარალა ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს ხო ბოდიში ვიხდი ამ პროცესში რუსული კომპანიები როგორ არის ჩართული ეგრა მაგის პასუხია რუსული სეტანტა მაგალითად ხო ამაზე აღარ ვილაპარაკებ იმიტომ რომ ეს შორს წაგვიყვანს და ასე შემდეგ ზარალა გაგვიგია ხაკაძეები გაგვიგია მოგწონს არ მოგწონს ეს სხვა საქმეა ჭყონია რაღაც ხაზარაძე ვიღაცები კარგები ცუდები რაღაც ხო მაგრამ ეს ტიპი როგორც მედია მენეჯერი როგორც საერთოდ ბიზნესის ფლობელი რომელიც 50 მილიონს ხალხო წლის განმავლობაში დაახლოებით 5-4 ნახევარ თუ გინდა 4 მილიონს თვეში გადაიხდის 4 მილიონი თვეში თქვენ მე მინდა რომ წარმოიდგინოთ რათან ხაზია ლაპარაკი დღეში 140-150 შეიძლება ლარი თუნდაც და დღეში 150,000 ლარიანი რა ბიზნესი აქვს ვინმე საერთოდ და მით უმეტეს ამ უცნობი გვარსახელის ადამიანს რომელიც რასაკვირველი ადრე იქნება თუ გვიან დღეს კი ეუბნება თანამშრომლებს რომ არ მოგდგებითო მაგრამ ეგრეთ წოდებული ხარჯების ოპტიმიზაციას და იწყებს ოღონდ რასაკვირველია ვერ შეეხება წამყვან ეგრეთ წოდებული პროპაგანდისტურ გადაცემებს ეგრა მაგის პასუხია და მაგალითად რაღაც იმედის კვირა თუ რაღაც ქრონიკა თუ რაღაცეები და ჩაკვესტრავს ჩაჭრის იმ გადაცემების ბიუჯეტებს რომლებიც ეგრეთ წოდებულ ამინს ვერ ქმნიან თუნდაც ტელეკომპანია იმედი მეგა პროექტებს ვერ ჩაჭიხავს იმიტომ რომ სწორედ ამაზე დგას აკი გითხარით იმედის ჩვენ მეზოთეო გელაპარაკობთ იმედის რეიტინგი და ეგრა მაგის პასუხია და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თუმცა აქ გადამოწმებული არ მაქვს და მთლად მენდობით ბოლომდე იგეგმება კიდევ ერთი დიდი მოდი ასე ვიტყვი გაერთიანება და ეს რა ქვია იმ არხს პოსტ ტივი და რუსთავი 2 ერთიანდებაო და დიდი ჰოლდინგი ხდებაო რომ იქნება და მათი ჯამური რეიტინგი იქნება და იყოს ტევე პირველის თუ ტევე ფორმულას რეიტინგის მსგავსი ეს არ ნიშნავს რომ რუსთავი 2 მაინც და მაინც დიდად ჩამოგრჩება ჩვენ რაღაც კონკურენციაში ვართ უფრო უმრავლეს შემთხვევაში ტევე პირველი და ჩვენ ჯაბრით ხოლმე რუსთავი 2-ს თლად გულახდილები თუ ვიქნებით მაგრამ იქნება და შესაძლოა ეს იყოს და ასევე კიდე ერთ ხელში კონცენტრირება და მისცემენ ამ ხაზს თუ აქ კალაძეს დაუტოვეს მაინც და მაინც იმედი კალაძის ჯგუფს ოღონდ კალაძეს ეს ვერ გადაარჩენს ესეც ხო კიდე კარგი გამახსენდა კალაძეს ვერ გადაარჩენს ეს ყველაფერი კალაძისათვის გამზადებულია ყულფი ასე უნდა ვთქვა ყულფი და დამოუკიდებლად იმისა ის იმედს მართლა დააფინანსებს ამგვარი გზით თუ ეს ვერსია სწორია თუ არ დააფინანსებს ვარემ თქვათ ესეც და ისა იმასაც ვეთქვი კალაძეს თუ ადევნებს თუ მადენებს თვალყურს ან თუ ვეთქვიან რომ მისი ახლო თანაპარტნიორები იქნებიან ფიგურალური თვალსაჩინო ზურგში პირველები ვინც ზურგში ჩაარტყავს მას დანას ცხადია პირდაპირ მნიშვნელობით ეხლა საკუთარ თავს იულიუს კეისრად ნუ წარმოიდგინს ხოლმე იმათ კი ბრუტუსებად ხო ესეც უნდა თქვა რაც შეეხება იულიუს კეისარად წოდებული ბიზნეს ივანიშვილია ამ ქვეყანაში ოღონდ სამზომი ჩართულია გრიგოლიჩ ძიმე მოსახვეებში ხარ თავადაც ისი ლეგიტიმურობას რომ ჩალიჩო რო გინდა რომ ლეგიტიმური იყო ან გინდა რომ გაღიაროს ვინ არც არავინ არ გაღიარებს მათ შორის ამგვარი ხლართების აი ამ მაფიოზური ხლართების და ვინმე ბანდიტებისათვის
ერთი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდე გადაცემის გამო ეს ხო შენი კომბინაცია იყო და არის და ეს ყველა ვიცით. რუხას ეს წარმატებას არ უსურვებ, რომ ვიცოდეთ მაინც. ნახვამდის.